სარკოიდოზის, ფილტვის სარკოიდოზის შესახებ გითხარი, როგორ ვიმკურნალოთ ჰორმონის გარეშე. ერთი სარკოიდოზი მარტო ფილტვის არ არის, სარკოიდოზი შეიძლება დააზიანოს მხედველობა, თვალი, შეიძლება დააზიანოს გული, ღვიძლი, ანუ სარკოიდოზი უმეტეს შემთხვევაში აზიანებს ფილტვს. სარკოიდოზი ესეთი იშვიათია, სხვა შორის პროცედურად ან ცოტა მოსახლეობაში ცოტა შემთხვევებია. ითვლება ეს არის სისტემური დაავადება, დიდი ალბათობით ავტოიმუნური, იმიტომ რომ არაერთი შემთხვევა არის სარკოიდოზის თვითონ გაკურნების. ხო, არის ეგეთი შემთხვევები, კი არა არც თუ ისე იშვიათად და აქედან გამომდინარე კიდე ერთი დამადასტურებელი იმისი, რომ ადამიანი როცა ცვლის კვების რეჟიმს და ხო, ყველა ავტოიმუნური დაავადება კუჭნათლავიდან მოდის. შესაბამისად არის თვით განკურნების ესეთი შემთხვევები და კიდე ერთი დადასტურება იმის, რომ კურნალობა წამყვანი არის ავტოიმუნური დაავადებების კურნალობაში. ნუ ისე როგორც ყველა სხვა ავტოიმუნური დაავადება იწყება კუჭნათლავის და კვების რეჟიმის შეცვლით. და შემდეგ უკვე თქვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოიყენება იშვიათ შემთხვევაში უკვე კლასიკურ მედიცინაში ჰორმონებზეც გადაყავთ პაციენტი. ჰორმონის გარეშე პირველი კვება უნდა შეიცვალოს, რადგანაც არის თვით განკურნების ამდენი შემთხვევა, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისი, რომ იმუნური სისტემა იკურნება. როცა კვებას შეუცვლით, როცა მიზეზს მოაცილებთ, იმუნური სისტემაც იკურნება, ისე ყველა როგორც სხვა ორგანო. და თვითონ ებრძვის მერე დაავადებას. და უკვე აღარ ებრძვის საკუთარ ცოლს. ანუ მოდი მაინც ვთქვათ, რას ვნიშნავთ, იმიტომ რომ უმეტესობა წერს, რომ აი რა მივიღო, ესა და ეს პრობლემა მაწუხებს და რა მივიღო და ხო, ეხლა სარკოიდოზის პირველ ადგილზე დგას კვების რეჟიმის შეცვლა. კვების რეჟიმი. ბადები არის დამხმარე საშუალებები და ბადები შეერჩევა კონკრეტულად რომელ ორგანოს და სისტემას აზიანებს ინსულტას. მარტო ფილტვის ყველას მგონია მარტო ფილტვის პრობლემა კი ღვიძლში იქნება ცვლილებები, შეიძლება თვალში იყოს ცვლილებები. კომპლექსური მიდგომარი ყველა ვარიანტი ჯობია რომ სარკოიდოზი თვით კურნალობით არ დაკავდნენ, ეს არის შეცდომა. უნდა მოვიდნენ ყველა ვარიანტი კონსტატაცია ჯობია რომ ზუსტად შეერჩეს ყველაფერი. კვება სტანდარტულად შეუძლია პირდაპირ დაიწყოს შეცვლა. შავიანობის გამოსწორებით პირველ ადგილზე არის პლუს სომეულის ფლიან დამოღება, ანუ გლუტენი, ემულგატორები, ომეგა-6 ეს არის ძირითადი მტრები და პლუს აღდგენით პროცესში ჩნდება ცინები და კოლაგენი. შაქარი? შაქარი მთლიანად ინსულინი რეზისტენტობა დამამძიმებელია ყველა დაავადების ასოთურებით. ანუ ამიტომ ყველა ვარიანტი კონსტატაცია, იმიტომ რომ ადამიანის ყველაფერი უნდა აუხსნა, რატო უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ კონსულტაციაზე რომ ძალიან დიდი რიგი არა უქნათ. ნუ აი ვცდილობ სექტემბრიდან რაღაც მოვუმატებთ კონსულტაციების რაოდენობას, თუ მე არ მოვხდი რა თქმა უნდა. და თუ ამ მომატებამ საერთოდ ისეთი რეჟიმში ვარ და მე რეჟიმში ვარ, ვცდილობ ეხლა რომ რაღაცა აგვისტოში ერთ კვირად დამასვენებთ. შეიძლება რაღაცნაირად მოვიკრიბო ძალები, რომ მე სექტემბერში ბოდიში ჩემი ბრალია. აი რა ვქნათ, ხალხს ახმარება უნდა და ყველაფერი უნდა ვქნათ ამისთვის. მადლობა.